მოგესალმებით. თქვენ უყურებთ არტემს. მე ანი ვარ. დღევანდელი სტუმარი გახლავთ მხატვარი თამარ საბაური. გამარჯობა თამარი. გამარჯობა. მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან ლამაზად გამოიყურები. ასევე შემიძლია გითხრათ. დიდი მადლობა. მზად ხარ? დიახ. დავიწყებ ბლიც შეკითხვებით. ჩემ პირველი შეკითხვა. რა როლს თამაშობს შენ ცხოვრებაში სიყვარული? ყველაზე დიდ როლს. ყველაზე ემოციური და არამქვეყნიური რამა, რაც ჩემში არსებობს და ყველაზე განსხვავებული. შენი ყველაზე ცუდი მოგონება? ამ ცხოვრებაში ბევრი ხდება ცუდი, მაგრამ ყველაზე ცუდად ალბათ საყვარელი ცხოველის სიკვდილი. ესე რომ ვთქვათ, ჩემი ესე ვთქვათ, ოჯახის წევრი იყო, ჩემი ძაღლი, რომელიც გარდამეცვალა. როდესაც სადმე რეკავ, წინასწარ ამზადებ სასაუბრო თემას? აუცილებლად, ძალიან ფართოდ ვფიქრობ ხოლმე. რომ შეგეძლოს სადილზე ნებისმიერი ადამიანის დაპატიჟება, ვის დაპატიჟებდი? არ მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ მიქელანჯელო გავაცოცხლოთ. რომელია შენი საყვარელი ფერი? იმდენად მრავალფეროვანი ვარ, რომ ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ალბათ სინაზეს უფრო იისფერი მანიჭებს და იისფერი მომწონს. ფერი, რომელიც არ გიყვარს? სტაფილოსფერი არ მიყვარს, ჩემთვის ძალიან მკვეთრი ფერია და ხანდახან მაღიზიანებს ხოლმე გასაყიდველი. შენი საყვარელი სამზარეულო? ქართული სამზარეულო, დავაკონკრეტებ და მეგრული. ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ისვენებ? ეს არის ზღვა და მზის სხივები და ყოველთვის ვამჯობინებ ხოლმე ზღვაზე დასვენებას. სამი მორალური წესი, რომელსაც არასდროს დაარღვევ? ალბათ პირველი ის რომ ღალატი არასდროს არ დავარღვევ და არასდროს არ დავაღალატებ მეგობარს. მეორე შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან სიმართლის მთქმელი და პირში მთქმელი ადამიანი ვარ და ალბათ მაგ ჩემ პრინციპსაც არ გადავიდოდი არასდროს და მესამე საკუთარი საქმის პატივისცემა. ვერ დავარღვევ ამას ნამდვილად ვერასდროს. რის გაგებას ისურვებდი შენი მომავლის შესახებ? ალბათ როგორი ოჯახი მეყოლებოდა მომავალში. რომელი საქციელი ან ჟესტი გაღიზიანებს ადამიანში? ადამიანში ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ როდესაც არ იციან სად რა უნდა ისაუბრონ და ყურის დაგდება არ მიყვარს კიდე ყველაზე მეტად. აი ეს ორი არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ალბათ. თუ გიფიქრია საკუთარ ქორწილზე და როგორ ხედავ? რომელ ქალს არ უფიქრია საკუთარ ქორწილზე? მოდი აქედან დავიწყოთ და სიმართლე გითხრათ, ძალიან ლამაზად ვხედავ ჩვენი ტრადიციებითაც, მაგრამ თან ევროპულადაც ვხედავ. და აი სასაუბრო ურთიერთობა რო არის და სილამაზეს რო აფრქვევს ფოტოკადრებითაც მაგალითად აი ეგრე ვხედავ. ძალიან ლამაზ ბუნებაში და ყველა საყვარელი ადამიანი გვერდში რომ მყავდეს. რა არ მოგწონს ყველაზე ძალიან საკუთარ თავში? ის რა ზედმეტად ემოციური ვარ და ყველაფერს ძალიან გულთან ვიღებ ხოლმე. ორი ფერი, რომელსაც დატოვებდი მთელი ცხოვრება სამუშაოდ? ალბათ თეთრი და შავი მაინც. გეშინია დაბერების? არანაირად. ასე მგონია სულიერად არასდროს არ დავბერდები. საყვარელი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მთელი ცხოვრება დალებდი? ძალიან მიყვარს წითელი ღვინო, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული და ბეილისი მიყვარს დირილ ყავაში. ალბათ სულ დავლებდი მაგურ სასმელს. ცხოვრებაში ყველაზე მადლიერი რის გამო ხარ? ალბათ იმისთვის, რომ ღმერთმა ძალიან დიდი სიყვარულის უნარი მომანიჭა და მზრუნველობის და აი ამ ეს ენერგეტიკა შემიძლია სხვებზე რომ გადავიტანო. ალბათ მაგითი ვარ მადლიერი. როგორია შენი იდეალური დღე? ჩემი იდეალური დღე არის პირველ რიგში, რომ ჩემი ძაღლის სურნელით იწყება ხოლმე და მასთან ერთად თამაშით და შემდეგ მუსიკით და უკვე ძალიან მიყვარს სარკეები და როდესაც სარკეებში ჩემ თავს და ჩემ ძაღლს უყურებ თუ როგორი ბედნიერები ვარ და აი ეს უკვე ლამაზ დღეს მიქმნის, უკვე საბაბია იმის, რომ დღე პოზიტიურად უნდა დაიწყოს ხოლმე და ესეთი არის ჩემი კარგი დღე. დაწყება და მე ალბათ პროდუქტიულად საქმებით რომ მიმდინარეობს ხოლმე მსგავსად.
როგორ უმკლავდები სტრესს ან შფოთვას? სტრესი და შფოთვა, როდესაც მემართება ხოლმე, აუცილებლად უნდა მოვეფერო ცხოველებს, იმიტომ რომ მამშვიდებენ ისინი და სულიერად სხვა ენერგეტიკულ დონეზე გადავყავარ. ასევე ხატვაც ნამდვილად და უბრალოდ ხატვის დროს უფრო მეტად მიმზაფრდება ხოლმე და მაშინ ბოლომდე უნდა დავიცალო ამ პროცესში. ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა? კი, ჯერა ერთი ნახვით სიყვარულის რაღაცა შეიძლება სიყვარული არ დავარქვა და ყველასთვის ცალ-ცალკე მცნება იყოს ეს სიყვარული და ცალ-ცალკე ფორმით მოვიდეს, მაგრამ რაღაცა დადებითი ენერგიის მჯერა, რომელსაც შეიძლება რომ აიწყოს ეს ყველაფერი. თუ გეშინია წარუმატებლობის? არ მეშინია, იმიტომ რომ ქვეცნობიერად მგონია, რომ ეს მომენტი არასდროს არ იქნება ჩემს ცხოვრებაში და მუდამ რაღაცა სხვისი და სხვანაირი საქმის ძიებისკენ წავალ და იქ მაინც მივაღწევ აუცილებლად წარმატებას. რა არის შენთვის ფერწერა? ფერწერა არის და ზოგადად ხატვა არის სულის მედიტაცია, მოდი ესე ვიტყოდი. ყველანაირი ემოციის გადმოტანა ტილოზე თუ სხვა მასალაზე. ცრემლების სისუსტის ნიშანია თუ სიძლიერის? სიძლიერის, ემოციის გამოხატულების ფორმა, როგორ შეიძლება ამის შეგუცხვეს, ეს ხო ჩვენი პიროვნული მაჩვენებელია. როგორია იდეალური პიროვნება? ჩემთვის სუბიექტურად რო ვთქვათ, ალბათ სუფთა ადამიანი, სუფთა სულის ადამიანი, რომელშიც არ არის სიბოროტე და სხვას მიზან მიმართულად არ დაუშავებს რამეს, აი ესეთი არის იდეალური პიროვნება ჩემთვის. თუ გაცვლიდი მხატვრობა სხვა პროფესიაში? ვერ გავცვლიდი, რადგან ეს ზემონიჭებული ნიჭია და ამის დათმობა და გაცვლაზე არც მიფიქრე. ყველას ძალიან ვინ გიყვარს? ყველაზე ძალიან მე მიყვარს. ვერ ვიტყვი რომ ჩემი თავი და ხშირად არის ხოლმე შეიძლება ამ კითხვაზე პასუხი. ალბათ ჩემი ოჯახი და არ განვასხვავებ რა თქმა უნდა ჩემ ძაღლს. იმიტომ რომ ის არის ჩემი ყველაფერი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ერთად მოვდივართ, ერთად გავიზარდეთ და ყველაფრით მიყვარს მისი მთელი არსებით. რა ფერია შენი სიზმრები? ძალიან მრავალფეროვანია, ეს კონკრეტულ ფერს ვერ ვიტყვი, არის მუქი ფერებიც და მძიმე ტონებიც და არის ღიაც. გააჩნია განწყობას. რა არის შენი ძლიერი მხარე? ჩემი ძლიერი მხარე ლიდერობაა. ნამდვილად და შემიძლია ვთქვა, რომ ეს რაღაც ნიჭია, იმიტომ რომ კი განვავითარე, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ჩემი ძლიერი მხარე და ვცდილობ ამ მიმართულებითაც ვიყო აქტიური. შენი ჰობი? სიმართლე რომ გითხრა, ყველა ჰობს შემდეგ პროფესიონალურ დონეზე ვაღწევ ხოლმე და ამჟამად არის სიმღერა. ყველაზე ბედნიერი მოგონება? ყველაზე ბედნიერი მოგონება იყო, როდესაც 100%-იანი გრანტით მოხვდი სამხატვრო აკადემიაში. ეს იყო იმხელად ზღვა ემოცია და იმდენად ოქროს პერიოდი, რომ არ მეჯერა, ეს ნამდვილად ჩემით იწყებოდა ეს პირადობა თუ არა და ძალიან გამიხარდა და აი ძალიან დიდი мотиваცია მომეცა ის, რომ მესწავლა უმაღლეს დონეზე, ესე რომ ვთქვათ, ყველაფერი. ხელოვანი, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს? ბოტიჩელი და მიქელანჯელო. ძალიან მომწონს. ჩემს სულთან უფრო ახლოს არიან. მუსიკის ჟანრი, რომელსაც მთელი ცხოვრება აირჩევდი მოსასმენად? კლასიკური ჟანრი. ძალიან მიყვარს შოპენი, ბეთჰოვენი, იმიტომ რომ მე თვითონ ვუკრავდი და ყოველი დღე ზუსტად ამ ნაწარმოებებით იწყება ხოლმე ჩემი და ასევე ნამუშევრის შექმნის პროცესის დროს ყოველთვის ეს მელოდიები მაქვს ჩართული და ნაწარმოებები. საყვარელი წიგნი? ბევრი საყვარელი წიგნი მაქვს, მაგრამ ვიტყოდი სიყვარულის ხელოვნება. გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც ვისაუბრებთ თამარის შემოქმედებაზე. როგორც ბლიც შეკითხვებიდან გავიგე, სამხატვრო აკადემიაში ჩაგიბარებია 100%-იანი დაფინანსებით გრანტით. აი რომ მომიყვე ამის შესახებ. როგორ იყო, რატომ გადაწყვიტე საერთოდ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება და როგორ განვითარდა მოვლენები? ძალიან მიყვარს ეგ შეკითხვა, იმიტომ რომ ჩემს საყვარელ სამხატვრო აკადემიას ეხება და ყველაზე კარგი წლები და ყველაზე ბედნიერი მოგონებები რაც მაქვს, ეს ზუსტად ჩემს სამხატვრო აკადემიაში
გატარებული პერიოდია. როდესაც ვაბარებდი, სიმართლე გითხრათ, იმდენად მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე ვფიქრობ, მაგრამ ავირჩიე ავეჯის დიზაინი, ესე რომ ვთქვა და ჩავაბარე. მან 100%-იანი გრანტით შიდა დაფინანსება ავიღე, რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდი და იმდენად ნერვიულობდი 5 საათიანი გამოცდა იყო მაგ დროს, რომ სულ მიკანკალებდა ხელი, რომ მეთქი მე ამას ვერ შევძლებ, მაგრამ მახსოვს ამოვისუნთქე, ჩავისუნთქე და დავჭექი კონცენტრირდი, რადგან ეს ჩემთვის ახალი იყო, ესე რომ ვთქვათ, მაგამდე სისტემატიურად არასდროს არ მიხატავს თან და მაგ დროს გამოცდიდან რომ გამოვედი, მეორე დღეს რომ დაიდო პასუხები, ეს ემოცია ვერ გაერკვეოდი, ეს ბედნიერების იყო, ტრაგიზმის იყო, თუ აი ცრემლები, ყველაფერი ისტერიკა ერთდროულად მქონდა, იმდენად გამიხარდა და მოვხდი ესე რომ ვთქვათ, სასურველ ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით და გავაგრძელე სწავლა. რომ მოგვიყვეს ზოგადად როდიდან ხატავ? აი როდის აღმოაჩინე, რომ ხელოვნება იყო შენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი? ბავშვობიდან ვხატავდი, უფრო ძირითადად ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდი ხოლმე და შემდეგ გამიჩნდა უკვე ინტერესი. მართალია ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს, მაგრამ მე 12 კლასში, როდესაც ვიყავი უკვე აბიტურიენტობის პერიოდიდან, ბოლო 3 თვე იყო საკმაოდ აქტიური, რომ რატომღაც ეს მოთხოვნილება ოთხმაგად გამიმძაფრდა. აი მაგ დროს. ფერწერული ნამუშევრების გარდა შექმნილი გაქვს ავეჯი და მოდი ჯერ სანამ ფერწერა შევეხებით, ვისაუბროთ ამ ავეჯის თემის ირგვლივ. კი ბატონო. სადიპლომო ნამუშევრად ავარჩიე საჟურნალე მაგიდა და მინდოდა რომ ძალიან კრეატიული და განსხვავებული ყოფილიყო და ინსპირაცია საიდანაც მომივიდა, ეს იყო ჩვენი ნაციონალური ქვევრი. შემდეგ ვიმსჯელე და ძალიან დიდი ფიქრის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ ეს ორი უძველესი დარგი, ხის მხატვრული დამუშავება და მეთუნეობა გამეერთიანებინა და საჟურნალე მაგიდას მივეცი ქვევრის ფორმა და ფუნქცია შეუცვალე ზოგადად ქვევრს. და ესე დავამზადე ჩემი საჟურნალე მაგიდა, რომელიც ერთ კვირაში მოვამზადე. როდესაც სხვა ადამიანები მუშაობდნენ ამაზე 1 წლის მანძილზე, ერთ კვირაში მოვახერხე ეს ჩემი იდეა რეალობად მექცია. შევეხები შენს ფერწერულ ტილოებს და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ორმა ნამუშევარმა დახატული გაქვს გული და ტვინი. აი საიდან აიღე ინსპირაცია რომ ეს ნამუშევრები შეგექმნა? კი ბატონო, ეს იყო ჩემი მენტალობის გამომხატველი, ესე რომ ვთქვათ, ის ორი უძლიერესი ორგანო, რომელიც ჩვენ ფუნქციას გვაძლევს და ესე რომ ვთქვათ, მაგით ვაზროვნებთ და ვგრძნობთ. ეს ორი ნამუშევარი არის რელიეფურად შექმნილი, ტექნიკებს ვეძიებოდი ჯერ და შემდეგ გადავწყვიტე, რომ თაბაშირით ამეწყო ეს ჩემი ნამუშევრები და ფერწერულ სტილში დამეხატა და ალბათ ყველაზე მეტად რაც გვაცოცხლებს ეს ხო ჩვენი ზუსტად ეს ორი ორგანოა და მსგავსად დავიწყე ხატვა. პირველი იყო გული, რა თქმა უნდა, უფრო გრძნობელობითი ადამიანი ვარ მე, უფრო ემოციური და შესაბამისად გული შევქმნი და შემდეგ უკვე ტვინი. ხშირია ასევე შენს ფერწერაში ყვავილები. აი რას გრძნობ, როდესაც ყვავილებს ხატავ, ან რატომ ხატავ ყვავილებს? ყვავილები მიყვარს, ოღონდ ერთი ფერის არა, მრავალფეროვანი ყვავილები მიყვარს და სულიერ სინაზეს ვგრძნობ ხოლმე, დადებითი ემოცია მოდის ხოლმე. თითქოს მაგ დროს ყვავილის სურნელსაც კი ვგრძნობ. და მსგავსად მიყვარს ფერებში ბევრი ყვავილის დახატვა, იმიტომ რომ ქალს სხვანაირ ენერგიას გვაძლევს ხოლმე და ვცდილობ რომ ზუსტად ეს სინაზე ავამაღლო ჩემში. წარმოსახვით ხატავ ხოლმე ამ ყვავილებს თუ უფრო ფოტოდან ან რეალობიდან? სიმართლე რომ გითხრათ, ყვავილის ფორმას ალბათ ფოტოდან, მაგრამ ზუსტად ის ფერები არის ჩემი წარმოსახვის ნაწილი და შესაძლებელია ამ ყვავილს სულ შეუცვალო ხოლმე ფუნქცია, ეს უკვე ძიების პროცესში, როდესაც შევდივარ მაგ დროს ჩანს ხოლმე. ექსპერიმენტები გაქვს ჩატარებული, როგორც ჩვენ სახელოსნოში ვნახე ნამუშევრებით და გამოყენებული გაქვს ხშირ შემთხვევაში სამშენებლო ქაფი. აი რა მოგაფიქრა საერთოდ ამ ქაფის გამოყენება და ანუ როგორ ექსპერიმენტებს ატარებ, რომ მოგვიყვე? ეს ძიების პროცესია, ყველაფერს ვედები, ასე რომ ვთქვათ, რაც კი არსებობს და რაც კი შეიძლება გამოვიყენო ჩემს ნამუშევარში. ყველაფერს ვაგროვებ ხოლმე და
ერთ-ერთი იყო რემონტის პერიოდში სამშენებლო ქაფი, ესე რომ ვთქვა და ჯერ თითქოს ვიფიქრე, რომ კუნძულის ვარიაციაში საკმაოდ ლამაზად ჩაჯდებოდა და ასევე მე პულივიზატორებით შევღებე ეს ქაფი, შემდეგ დავჭერი და უფრო საინტერესო ტექსტურა მივიღე ამ ქაფის შიგნიდან, რომ იყო ეს ბურთის ნაწილაკები და აი მსგავსად ვაკეთებ ხოლმე ექსპერიმენტს. წებოსაც ძალიან ხშირად ხმარობ ხოლმე საწრუპებსაც, რაღაცა თითქოს გამხსნელებსაც, რომ ჯერ ძიების პროცესში ვარ, ესე რომ ვთქვა, თუ რა მინდა, რომ გამოვიდეს საბოლოოდ. ერთ-ერთი იყო ეგ სამშენებლო ქაფი შემთხვევით. აბსტრაქციების ძიების პროცესს მიეკუთვნება თუ უბრალოდ ესე ცალსახად შეიძლება რომ ადგე და დაჯდე იმუშაო აბსტრაქციებზე? არა, აბსტრაქციების ძიების მე თვითონ ჯერ ვეწებ საკუთარ თავს და ყველა მიმართულებით იმიტომ ვაქტიურობ, რომ ბოლომდე ვერ ვფიქრობ, ალბათ უფრო მულტიდისციპლინარული ხელოვანი ვარ, არ ვიცი. შენ გაქვს ნამუშევრები სახელად ფიქრთა რევოლუცია. აი თემატიკა რომ გაგვიშალო და მასალა რაში არის შესრულებული? კი ბატონო. ყველაზე მეტად მიყვარს ეგ ნახატი სხვათა შორის. ტუშით მაქვს ეს დახატული, პატარა ზომის ნამუშევარია, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს შიგნით. ჯერ სახელიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ ფიქრთა რევოლუცია, იმიტომ დავარქვი რომ ზუსტად მაგ დროს ვიყავი იმ ქართცეცხლში, მაგ დროს ისტორიას ვსწავლობდი აბიტურიენტობის დროს და ეს მზის ღმერთი, ახეტატონი, ეგვიპტის იეროგლიფები, ასევე ჩინური იეროგლიფებამდე დამწერლობა, ყველაფერი თითქოს ერთ ნამუშევარში გავაერთიანე, მაგრამ მთავარი საწინდარი რომელიც იყო და წიგნიდან რომელი ენაც გამოდიოდა, ჯერ კი ლურსმნული დამწერლობაც იყო იქ, მაგრამ ჩვენი ქართული ასევე ნუსხახუცური ენები თითქოს ჩამოდის ამ წიგნიდან და მთავარი პირველი ასო რომელიც არის ეს იყო ჩვენი ქართული ანბანიდან და შემდეგ იწყებოდა ზუსტად ეს ფიქრთა რევოლუცია, ანუ განვითარების პერიოდი. ასევე მან ყავს დახატული პეპელა და ტვინი მაქვს დახატული. თითქოს აი ეს პეპელა როდესაც ტვინში ჩდება, იწვევს ზუსტად ამ რევოლუციას და ფიქრთა ქაოსს და ამ განვითარებას, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა კანონზომიერება ირღვევა მაგ დროს და თითქოს ვითარდება ამ ჩვენს გონებაში ეს პეპელა. შენ ხარ სამხატვრო აკადემიაში თვითმმართველობის პრეზიდენტი. შეგვაჭყიდე, მოგვიყევი ამბები რა ხდება სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობაში. წეგან ვახსენეთ, რომ ლიდერული თვისებები მაქვს თქო და ზუსტად სამხატვრო აკადემიაში ვიპოვე მანდაც ჩემი ადგილი და თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ უკვე მეოთხე წელიწადია, მეორე ვადით ამირჩიეს ჩვენმა სტუდენტებმა და ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ აქ უკვე შემეძლო ჩემი თავი სხვა ამპლუაში დამენახა და 4 მაგად დიდი мотиваცია გამიჩნდა ის რომ ამდენ ხელოვან შეგვიძლია ის სივრცეები მივცეთ, ისეთი გამოფენები გავუკეთოთ, ისეთი თემატიკა აურჩიოთ, რაც მათი სურვილია, ესე რომ ვთქვა და ზუსტად ინიციატივაც მათიდან მოდის. ამ თვითმმართველობაში გვაქვს სხვადასხვა დეპარტამენტები, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობ და ძალიან კარგი ჯგუფი მყავს და ვისარგებლეთ ეთერით და მადლობასაც გადავუხდით ჩვენს უნივერსიტეტს. გვაქვს სპორტული მიმართულება, სპორტის დეპარტამენტი, კულტურის, განათლების დეპარტამენტი, პიარის და ტურიზმის დეპარტამენტი. ყოველ თვეს სხვადასხვა მიმართულებით ვახორციელებთ ხოლმე პროექტებს, თვითონ სტუდენტები ვახორციელებთ ამ ყველაფერს. და სისტემატურად ხდება ეს აკადემიაში და ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით ვცხოვრობ და აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც არაფორმალური განათლება უნივერსიტეტში, მაგას ვემსახურებით ზუსტად მაგ მიზანს. როგორ ხდება სტუდენტების მიერ პროექტებს ჩართვა, მაგალითად თუ იქნება სურვილი, მაგალითად სტუდენტი, როგორ უნდა მოგმართოს? პროექტების სახით ჩვენ ყოველ ესე რომ ვთქვათ, ვდებთ პოსტს ხოლმე, რომ წარმოგვიდგინონ მან პროექტი ან რამე იდეა თუ აქვთ კონკრეტული, რომ ერთად განვახორციელოთ, თუ არა და რომელი პროექტიც არის ჩვენი ჯგუფის შექმნილი ხოლმე იმ პროექტს სოციალური სივრცის მეშვეობით ან უნივერსიტეტში აუდიტორიებში ამას განვიხილავთ ხოლმე და ვაკრავთ პოსტერის სახით, მაქედან იღებენ ხოლმე ეს სტუდენტები ინფორმაციას და ერთვებიან ამ მრავალფეროვან პროგრამაში. რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში? უახლოეს მომავალში გვაქვს ძალიან დიდი გეგმები უკვე დაწყებულია და თქვენ ეთერში ვიტყვი ამას ზუსტად რომ
ჩვენ პირველად ჩამოვაყალიბებთ სამხატვროში როგორც სპორტული მიმართულებით უკვე გუნდები, ასევე კულტურული მიმართულებით ცეკვის ანსამბლი გვეყოლება სამხატვრო აკადემიას და სიმღერის გუნდი, რომელიც ვიმედოვნებ, რომ წლების განმავლობაში აქტიურად იქნება და ყველა სტუდენტი ჩაერთვება ამ გუნდში, რომ ერთი საოცარი გინ ნაწარმოები, გინ ცეკვის ნომერი მუდამ აქტუალურად ბრუნავდეს ჩვენ სამხატვრო აკადემიაში და სტუდენტებს მეტი სიცოცხლე ჰქონდეთ ამ მიმართულებით. საკმაოდ შრომატევადი არის გაუძღვა ესეთ კულტურულ აქტივობებს და ამის ფონზე რამდენად გრჩება დრო საკუთარი შემოქმედებისთვის? ყველანაირად ვცდილობ, რომ მოვახერხო ხოლმე ამ ყველაფრის პარალელურად ჩემი ხელოვნების გაღვიძება და ხშირ შემთხვევაში ეს იღვიძებს ხოლმე ღამე. როდესაც ჩემ ფიქრებთან ერთად მარტო დავჩები ხოლმე და ეს დღის საათებში სამუშაო დღე უკვე ამოწურულია ხოლმე, აი ღამე მოვა ხოლმე ეს თავისით ფიქრები და მაგ დროს ვიწყებ ხოლმე ჩემი ნამუშევრების შექმნას. მაგრამ ხანდახან ძალიან წირი რაოდენობით არის ხოლმე ეს, რადგან უფრო დატვირთული მაქვს სხვა დღეების სხვა მიმართულებით. შენში ძალიან დიდი რაოდენობით არის ლიდერული უნარები. და მაინტერესებს რომელ მიმართულებაში უფრო ხედავ საკუთარ თავს, როგორც ხატვარი თუ როგორც ლიდერი რომელიმე კონკრეტული საქმის. ვიტყოდი იმას, რომ ალბათ ჯერ მუშაობის პროცესში ვარ და ფიქრის პროცესში და ნახოთ, ძალიან მსიამოვნებს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და შეიძლება ეს ჩემი ხელოვნება უფრო სხვა კუთხით წავუყანო და კურატორი უფრო ვიყო თითქოს ან ჩემი ხელოვნების ლიდერი ვიყო ის, რომ საზოგადოდ გამოვიტანო ეს ყველაფერი და ზუსტად მან დამეხმაროს ეს უნარი. არ ვიცი ჯერ. თუ გაქვს პერიოდები, როდესაც აქტიურად ხატავ მაგალითად და შემდეგ რაღაც პერიოდი ვეღარ ხატავ. სიმართლე გითხრათ, ალბათ ყველა ხელოვან ადამიანს აქვს ეს, რომ რაღაც ემოციურ კავშირზეა ჩვენი ნამუშევრები. მქონია ხშირად ეგეთი მომენტები, რომ როდესაც ყოფილვარ უფრო სტაბილურად მაგ დროს ვერ შემიქმნია ეს რომ ვთქვათ ჩემი ნამუშევრები და არ მიმუშავია მაგ დროს. როდესაც ემოციათა ქარცეცხლში ვარ, იქ სადღაც სევდაც შემეპარება ხოლმე და რაღაცა ტკივილი და ასევე ბედნიერი ემოციებიც, აი მაგ დროს უფრო აქტიურად ვხატავ ხოლმე. ისე არა რომ კონკრეტულად ვინმესთვის, არა რაღაცა თითქოს ეს ენერგიები მებრძვის ის რომ უნდა გადმოვიტანო. ანუ რაღაც გარკვეული თავგადასავლები გჭირდება იმისთვის რომ უფრო კი ბატონო. კი. შენ საყვარელი სამხატვრო მასალა რა არის? ზეთით მუშაობა არის ჩემი საყვარელი ზეთის საღებავებით საყვარელი მასალა, მაგრამ როგორც ვთქვით ექსპერიმენტებსაც ვაკეთებ ხოლმე და სხვადასხვა ტექნიკებით სხვადასხვა მასალებსაც შევაპარებ ხოლმე. მოგვიყევი ნამუშევარზე, სადაც დახატული არის გოგონა და ეს გოგონა ხარ შენ. ანუ ავტოპორტრეტი და გიყურს საკუთარი თავის ხატვა. როგორც გავიგე შენი ნამუშევრებიდან. კი. მიყვარს საკუთარი თავის ხატვა, ოღონდ სხვა ამპლუაში, როგორც ფოტომოდელად. იქაც რაღაც განსხვავებულ თამოს ვაქსოვ ხოლმე, იმიტომ რომ რამოდენიმე მე მაქვს ესე რომ ვთქვა და ერთ-ერთი მე არის ზუსტად ის თამო და ქალის სხეული ძალიან მომწონს ზოგადად და ერთ-ერთი ხელოვნების ნიმუშია მაგალითად ჩემთვის და ვცდილობ ზუსტად მაგის დემონსტრაცია მოვახდინო ნამუშევრებში და ვხატავ ხოლმე ჩემ თავს ზუსტად ამ სხვადასხვა რაკურსში. ძირითადად სხეულს ვხატავ ხოლმე. და რაღაც სილამაზესთან ასოცირდება ხოლმე. შეიძლება ეს ნამუშევრები შემდეგ აბსტრაქციად ვაქციო და ერთ-ერთ ნამუშევარში ზუსტად ის არის, რომ მუცლიდან თითქოს პეპლები გამოედინება ხოლმე და აი ეს აბსტრაქტულად მოძრაობს ეს პეპლებიც და რაღაც არ ვიცი, ესე მუშაობის პროცესში ვარ. მიყვარს ყოველ შემთხვევაში ავტოპორტრეტების გაკეთება. შენ დაკვირვებით რა შეგიმჩნევია, როგორ გავლენას ახდენს სიყვარული შენს შემოქმედებაზე? ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს. ანუ აქტიურად მუშაობ დაუშვათ მაგ პერიოდში თუ პირიქით? აქტიურად მუშაობ, იმიტომ რომ ეს ემოციები ყველაზე ზეფაზაში მაქვს და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ და ვცდილობ ზუსტად ეს ბედნიერება ყველასთვის იყოს მოფრქვეული და ამ ნამუშევარში ზუსტად მაგას ვდებ ხოლმე და აუცილებლად ის არის ფერადი. ჩემ ბოლო შეკითხვაც, რას ურჩევდი ახალგაზრდა მხატვრებს?
ან თუნდაც სტუდენტებს სამხატვრო აკადემიის. უფრო მეტად იმუშაონ პიროვნულ განვითარებაზე და თავის ემოციურ მდგრადობაზე, იმიტომ რომ ზუსტად ეს უწყობს ხელს საკუთარი თავის ჩამოყალიბებაში და ზუსტად იმ მიზნისკენ წრაფაში, რასაც ესე ვთქვათ, ჩვენი პროფესია მოითხოვს. რომ მნიშვნელოვანია, რომ შენი საკუთარი თავი იპოვო ჯერ პირველ რიგში ზუსტად და ეს შემდეგ შემოქმედებითობაში გადმოიტანო. ძიების პროცესი ყველაზე საინტერესოა და ალბათ მაგ დროს კიდე ყველაზე ღირებული ნამუშევრები იქმნება და ურჩევდი ალბათ პიროვნულ განვითარებას. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარე და მადლობა რომ გვესტუმრე სტუდიაში. მადლობა თქვენ და ძალიან გამიხარდა ეს ყოველივე და დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით ვარ თქვენ მიმართ. თქვენ უყურებდით გადაცემა არტემს, გადაცემის სტუმარი იყო ახალგაზრდა მხატვარი თამარ საბაური. მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.